მოგესალმებით, ვაგრძელებთ გრაფიკების აგებას MATLAB-ში, გრაფიკების გაფორმებას და ავაგებთ გრაფიკებს სივრცეში. ახლა ვნახოთ თუ როგორ უნდა გამოვიტანოთ გრაფიკის სათაური, წარწერები ღერძებზე და წარწერები გრაფიკების არეში. სათაური გავუკეთოთ. Line space-ი ნიშნავს, რომ 100 ნაწილად დაყოს და შენ თუ უფრო ნაკლებ ნაწილად გინდა 100, რაც ბევრ ნაწილად არის დაყოფილი, უფრო კარგი ის მიიღება მოხაზულობა. თუ ცოტა წერტილს აიღებ, მაშინ ცუდი გრაფიკი ტეხილის სახით ააგებს. ფლოტს არ აქვს გაფორმებები, ამიტომ ის ავტომატურად რაღაც ლურჯ წირს იღებს და მისგეც არის 1 პიქსელი. ეს არის აი ამ x კვადრატის გრაფიკი და აი ეს სათაური title ფუნქცია, აი ამან გამოიტანა ეს სათაური. ღერძებზეც შეგვიძლია წარწერები გავუკეთოთ. სასურველია, რომ მაგალითად ტემპერატურის დროზე დამოკიდებულების გრაფიკს რო თუ ააგებ, მაშინ თქვათ ეს წირზე დააწერო, აქ არის ტემპერატურა, აქ დრო, ან პირიქით დაუშვათ, ხომ? ან მანძილი და დრო დაუშვათ. ან რაღაცა სხვა. და გვაქვს კიდევ ესეთი ფუნქცია, x-lim და y-lim ნიშნავს, რომ რაღაც ლიმიტს უწესებ ღერძებს. x-lim ნიშნავს, რომ 0.5-დან დაიწყოს აქ. მიუხედავად იმისა, რომ 0-დან აგვაქვს აქ, დაუშვათ, შეიძლება -0.5-დან დაიწყო ღერძი და ისე გამოაჩინო და ეს 0-დან 2-მდე დაუშვათ, ან 0-დან 20-მდე. გააჩნია, როგორ ჭირდება, რომ გამოჩნდეს ეს გრაფიკი, აი ჩავწეროთ ახლა აი აქ და თქვათ x -0.5-დან დავიწყოთ. -0.5-დან დაიწყო x-ის საზღვარი და y 0-დან 2-მდე არის და ესე აჩვენა ეს x კვადრატ ფუნქცია. ესეც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია რიგ შემთხვევაში. ზოგადად გრაფიკების აგების დროს რაღაც ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ ხოლმე, რომ ის გრაფიკი კარგად გამოჩნდეს. ეს არის პოლარულ კოორდინატებში აგებული გრაფიკი. ანუ თქვათ ფუნქცია ესეთნაირად გაქვთ მოცემული. r უდრის 2 სინუს φ. ანუ ცხადია, რომ 2 სინუს φ არის კუთხე. თუ თქვენ გინდათ, რომ გრადუსებით იყოს, მაშინ სინუს d უნდა დაწეროთ და თუ უბრალოდ რადიანებში სინუს f. f იქნება თუ რაღაცა, ეს პარამეტრია რაღაცა. ეს შეიძლება მაგალითად ასეთ დავწეროთ -2π-დან 2π-მდე. ოღონდ აი ამ ფუნქციას განსაკუთრებული სახელი ჰქვია, ეს არის პოლარ ფუნქცია. ძალიან ლამაზი გრაფიკები გამოდის. მაგალითად, გამრავლებული ტეზე ავიღოთ აი აქ და ნახოთ რანაირი გამოვა. ეხლა ამ პოლარ ფუნქციას პლოტივით არ აქვს ბევრი რაღაცები, რომ დაწერო მარკერ საიზი და ისა, მაგრამ შეგიძლია მიუთითო ხაზის სტილი და ფერი შეგვიძლიათ მიუთითო. ვთქვათ, მინდა რომ წითელი იყოს ეს სტილი და უწყვეტი ხაზი იყოს. აი ესეთი იქნება, პირიქით, უწყვეტი ხაზია და გრაფიკი ესეთი გამოვიდა. შეიძლება გქონდეთ პარამეტრულად მოცემული გრაფიკი. პარამეტრულად ნიშნავს, რომ x-ი და y-ი არის გარკვეულ პარამეტრებზე დამოკიდებული. კერძოდ, აი აქ არის მაგალითი, როცა x-ი უდრის 2 კოსინუს კუბ t და y უდრის 2 სინუს კუბ t. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად კეთდება ეს დავალება, ანუ პლოტითა აიგება, პოლარი აღარ გამოგვადგებათ. ანუ როცა პოლარს იყენებ, პოლარი გამოიყენება მხოლოდ პოლარული გრაფიკი, პოლარულ კოორდინატთა სისტემაში ასაგებად და პლოტი გამოიყენება დეკარტის მართკუთხა სისტემაში ასაგებად. ანუ ძირითადად მაინც პლოტი თუ განსაკუთრებულად არ წერია, რომ პოლარულ კოორდინატებში ააგეთ, ყოველთვის იყენებთ პლოტს. ოღონდ როცა 2D-შია, ანუ სიბრტყეზე არის ასაგები. აქვს 3D გრაფიკები, ანუ სივრცეში. ასეთ სიტუაციაში ახლა ხედავთ, რომ x-ი და y-იც ორივე რაღაც ფუნქცია არის ცალ-ცალკე. ანუ x ახლა არგუმენტი არ არის y-ის, ანუ fx-ი არა გვაქვს აქ. მოცემული გვაქვს ცალკე x-ი, რომელიც რაღაც t-ზე დამოკიდებულია, ანუ პარამეტრზეა დამოკიდებული და y-იც არის პარამეტრზე დამოკიდებული. ჯერ უნდა განსაზღვროთ t-ს, რა საზღვრებში გვექნება. მერე ჩავწეროთ x-ი რას უდრის ამ t-ს გამოყენებით, y-ი რას უდრის, ეს ფუნქციები უნდა ჩავწეროთ. შემდეგ უკვე შეგვიძლია დავწეროთ პლოტ x, y და მერე ის დანარჩენი გაფორმებები, რაც აქვს პლოტს და ავაგოთ ახლა ეს გრაფიკი და ფუნქციები ესე წერია. ყველა ტესტთვის გამოითვლება კოსინუსები და მერე მასივი მიიღება ფაქტიურად და ის არის კუბში აყვანილი. პირდაპირ კუბ t არ არსებობს მაგისი, ამიტომ წერტილიანი კუბია.
აი ესეთი გრაფიკი არის, როგორც უკვე თქვი და ახლა თქვენ თუ ბიჭს გამოტოვებთ აქ შუაში, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ბიჭი იქნება ერთი სტოლი და გრაფიკი არ იქნება, ასე ვთქვათ, ლამაზი შესახედავი. აი ესეთი გრაფიკი ააგო, რომელიც ხედავთ, რომ არის ესე ლამაზი. ანუ გრაფიკების აგების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა საზღვრებს აიღებთ და აი აქ ბიჭს თუ აიღებთ სწორად. ანუ ყოველთვის აქ ბიჭი უნდა იყოს ერთზე ნაკლები. ეხლა ნახოთ სამგანზომილებიანში, ანუ როცა ორი ცვლადის ფუნქცია მაქვს. ну მაგალითად x კვადრატს პლუს y კვადრატი უდრის 900. ფაქტიურად ეს არის რაღაც ზედაპირი. სივრცეში თუ ავაგებთ, თუ დავწერო z უდრის x კვადრატს პლუს y კვადრატი მინუს 9 და მაგის გრაფიკს ავაგებ. ეს z არის დამოკიდებული x-ზე და y-ზე. ზოგჯერ იღებენ ხოლმე რომ x-ი რაღაცა საზღვრებში, y-ი რაღაცა საზღვრებში და ცალ-ცალკე ანიჭებენ ამ x და y-ს საზღვრებს. რაც არასწორია, ამას აქვს სპეციალური ფუნქცია, ეს არის mesh-grid, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ x-ის და y-ის წყვილების აღებას. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეხლა როგორც ხედავთ აქ, ეს პირველი არის x-ის საზღვრები. ანუ x-ი მე მინდა რომ ავიღო -4-დან 4-მდე დიაპაზონში და ბიჭი აქ არის 0.1 და აქაც y-იც ანალოგიურია -4-დან 4-მდე და ბიჭით 0.1. ეხლა ეს დიაპაზონი რომ ნახოთ, ორივე ერთნაირი დიაპაზონია. აი ნახოთ, რამდენი წერტილია, აი აქ 91 წერტილია. ეხლა მე თუ ავიღებ, თქვათ 0-დან 8-მდე, ასევე იქნება 81 წერტილი, ხომ? ანუ mesh-grid-ში დასაშვებია ისეთი დიაპაზონების დაწერა, რომ x რამდენსაც აიღებ, იმდენივე ცალი, ასე ვთქვათ, y-ი უნდა გქონდეს, რომ მე აი ამ z-ში x რო აიღებს, ერთ ცალს x იღებს აი ამ ერთ დიაპაზონიდან და მეორე ცალს y-ს უკვე აი ამ დიაპაზონის დასაწყისიდან და ასე შემდეგ გრძელდება. ამიტომ რაოდენობრივად ესენი უნდა იყოს ტოლი. ეხლა რაც შეეხება ფუნქციას, ეს არის პლოტი უკვე აღარ გამოგადგებათ აქ. პლოტი მხოლოდ სიბტყეზე აგებს და სამგანზომილებიანში როცა აგებთ, უკვე სხვა ფუნქციები უნდა გამოიყენოთ. პლოტისნაირი ფუნქცია გვაქვს აქ, ოღონდ სხვანაირად იწერება, გეტყვით როგორ იწერება. და აი SARC-C ფუნქცია მაქვს, აი აქ ჩაწერილი. გავუშვათ ეხლა ეს და ვნახოთ, როგორ ააგებს. თქვენ შეგიძლიათ ეს გრაფიკი დაატრიალოთ და სხვა ჭრილში ნახოთ, ასე ვთქვათ. და აი ეს C, რაც SARC-C-ს უწერია, SARC ფუნქციას, C-ს გარეშეც არსებობს. ეს C არის დაბლა კონტურები იყო დახაზული, თუ მიაქციეთ ყურადღება. თუ C-ს წაუშლით, მაშინ იქნება უბრალოდ გრაფიკი აიგება და აქ დაბლა კონტურები აღარ იქნება და როცა რაღაც გარკვეულ ამოცანებს ხსნიან, იქ კონტურები მეტად მნიშვნელოვანია. არსებობს კიდე ესეთი ცალკე ფუნქცია კონტური, რომელიც უბრალოდ მხოლოდ კონტურს ააგებს და არა გრაფიკს. სამგანზომილებიანში კიდე არის პლოტ 3, რომელიც 3-დეს უთითებს. აი ესეთ ფერებში იქნება განსხვავება, აქ ფერის მითითება არის შესაძლებელი, თქვათ, და ავაგოთ მწვანე. აი მწვანე გრაფიკი ააგო. Type-ში შემიძლია ქართულადაც დავწერო და აი აქ მაქვს ესეთი პარამეტრი, ანუ ეს რა ტექსტიც მინდა რომ სათაურში იყოს. Font name-ი ეს არის ფონტის დასახელება, ოღონდ ინგლისურად, აი Word-ში რო არის ფონტები ჩამონათვალს თუ დააკვირდებით, აი აქ ჩამონათვალს თუ დააკვირდებით, როგორც წერია ეხლა ეს აკადნუსხური არის, ოღონდ აქ აკადნუსხური რო ავირჩიო. აი აქ როგორც წერია, შეგიძლიათ ჩაწეროთ, ოღონდ აი აქ აპოსტროფებში. Font size-ი არის ზომა ფონტის. ავაგოთ ეხლა ეს სინუსი და კოსინუსი ერთ გრაფიკში არის აგებული. მივამატოთ ეხლა თქვათ X ლაბელი და Y ლაბელი, საზღვრებზეც შეგვიძლია ქართულად დავაწეროთ. შრიფტი არის მითითებული. რაც შეეხება აი ამ ტექსტების გამოტანას, აი ამ ფუნქციაში უნდა მიუთითო საიდან დაიწყოს ტექსტის წერა. ეს არის კოორდინატები x, y კოორდინატი,
რომლიდანაც k100 დაიწყება და მერე გაგრძელდება დანარჩენები. -7,01 არის ის კოორდინატი, საიდანაც s100 დაიწყება და მერე სინუსოიდა დაიწერება ჰორიზონტალურად. და ფონტნეიმი უკვე იცით, რაც არის, ეს არის შრიფტის გაქართულება. რეალურად ახლა MATLAB-ს არ აქვს საშუალება, რომ ქართულად აკეთოს შიგნით რაღაცები, მაგრამ აი ამ ქართული წარწერების გამოტანის საშუალება გვაქვს. ანუ აი k100 დაიწყო იქ, რაც მიუთითებთ ჩვენ, s100-ც ანალოგიურად იმ კოორდინატებიდან დაიწყო, რაც მიუთითებთ ჩვენ. კიდევ ერთი ფუნქცია გვაქვს, რომელსაც ქვია წანაწერის, ანუ ლეგენდის გამოტანა. ეს ლეგენდა გამოდის მარჯვენა ზედა კუთხეში. რას ვწერ ახლა აი ამ ლეგენდაში, რა არის პარამეტრები? აპოსტროფებში ტექსტები გამოაქვს ამას. რა გრაფიკებიც გვაქვს? თუ მე მინდა რომ იმ ხაზის სტილის მიხედვით ვიცნო, ეხლა როცა აქ ჩაიხედავ, ისედაც შეიძლება მიხვდე. ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აქ რასაც პირველს ჩავწერ, პირველი გრაფიკი რაც ამაქვს, აი აქ XY მიწერია და პირველად მიწერია კოსინუსის გრაფიკის ფუნქცია. და მეორედ მიწერია სინუსი, ხომ? აი ამ პლოტში თვითონ. ანუ რათან მიმდევრობითაც ვაგებ, აქ ლეგენდში აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი თანმიმდევრობა დაცული. და აი აქ ეს წანაწერი გვეუბნება ახლა რომ I3 სფერი წირი არის კოსინუსის გრაფიკი და მწვანე წირი არის სინუსის გრაფიკი. მართლაც XY არის კოსინუსი და აი ეს I3 სფერით არის გაფორმებული და X და F არის სინუს ფუნქცია და მწვანე ფერით არის ის გაფორმებული. და აქ წერია ზუსტად ეს. X ლიმის და Y ლიმის გარდა არის თქვათ X-ის ფუნქციები, რომელთაც შეგიძლიათ მიუთითოთ საზღვრები. ხო, X ლიმი, Y ლიმი და Z ლიმიც შეგიძლიათ აიღოთ. X-ის საზღვრებს ჩაწერთ ჯერ, X ღერძი რა ხელა გინდათ, თქვათ -7-დან 14-მდე. Y-ის საზღვრებს თქვათ 10-დან 25-მდე. და Z-ის საზღვრებს ჩაწერთ თქვათ 0-დან 100-მდე. აი აქ X-ში მეშგრიდისაგან განსხვავებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რა საზღვრებსაც გინდათ, იმ საზღვრებს დაუწესებთ. და არის X-ის off. X-ის off-ი ნიშნავს, რომ ეს თუ ჩაწერე, უბრალოდ ეს ღერძები არ გამოჩნდება გრაფიკზე და თვითონ გრაფიკი კი გაიხატება. ოღონდ აქ დიდი ასოებით წერია და ზოგადად MATLAB-ში თვითონ შიგნით პროგრამაში არ იწერება. არც ერთი ფუნქცია არ იწერება დიდი ასოებით, იწერება პატარა ასოებით. და X-ის QR. ეს არის ერთნაირი ზომის ღერძები თუ გინდა